ეს პრესკონფერენცია ოვალურ ოფისში რაც ვიხილეთ ალბათ უპრეცედენტო იყო შეიძლება ითქვას და ერთგვარად დაგვანახა რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შემდგარი არქიტექტურა უსაფრთხოების არქიტექტურა ნამდვილად იცვლება და ამ ახალ რეალობას ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ. ჩემი აზრით ამის არაღქმა და ამის არაღიარება ნამდვილად არ იქნებოდა სწორი. თუმცა ასევე არ მგონია რომ ეს არის რაღაც იმედგაცრუების საფუძველი უნდა იყოს. ჩემი აზრით პირიქით ჩვენ უნდა გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა იმ თვალსაზრისით რომ მათ შორის დღევანდელ პრესკონფერენციაზე რაც მოყვა უკრაინის სამიტს რომელიც ჩატარდა ლონდონში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მოწვევით ამანა ჩვენა რომ ნამდვილად ზელენსკის და უკრაინელი ხალხის გამბედაობამ გამოაღვიძა ევროპა. და ეს არის ის გამოღვიძება, რაც დიდი ხანი გვჭირდებოდა, მათ შორის ჩვენ, მათ შორის საქართველოს, იმიტომ რომ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გარანტორად მრავალი წლის მანძილზე გვევლილებოდა ამერიკის შეერთებული შტატები, რამაც გამოიწვია სწორედ ევროპის და განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული ძველი ევროპის, რომელიც ჩავთვალოთ ბალტიის ქვეყნები და ასე შემდეგ, მართლაც ერთგვარი მიძინება, შემგუებლობა და ჩემი აზრით საფრთხების არასწორად აღქმა განსაკუთრებით და კონკრეტულად ვლადიმერ პუტინის რუსეთისგან. ეს აჩვენა მათ შორის 2008 წლის ომმა, მათ შორის პირველმა შეჭრამ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან და რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა რომ ამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა შეეწირა ამდენი უკრაინელის იმას რომ ევროპა გამოღვიძებულიყო, მაგრამ როგორც იქნა მე ვხვდები და ვფიქრობ რომ ეს ვიხილეთ მათ შორის ლონდონში დღევანდელ პრესკონფერენციაზე რომ ევროპამ გამოიღვიძა. ეხლა რა თქმა უნდა იქ რო საუბრობენ ამ ეგრეთ წოდებულ coalition of the willing ანუ კოალიცია მსურველთა კოალიცია თუ არ ვიცი ქართულად როგორ თარგმნით ამას, მაგრამ უნდა რაღაცა სწორი შეიძლება კი მოხალისეთა მსურველთა მყარინების ყველაფერი შეიძლება მოხალისეს ვერ ვიტყოდი უფრო ეს უნდა იყოს ის ჯგუფი რომელიც იქნება წამყვანი ძალა იმისთვის რომ დანარჩენი ევროპული ქვეყნებიც დაითანხმონ, იმიტომ რომ ვიცით რომ განსხვავებული მოსაზრებებია იქნება ეს იტალია, პორტუგალია, თუნდაც პოლონეთი, რაც ამ შემთხვევაში ცოტა აბერაცია მე ვიტყოდი ზოგადად იმოლოდინებისგან, რაც შორ უნდა კონდეს პოლონეთის მთავრობისგან. მაგრამ უკვე იკვეთება ის რომ ფრანკო-ბრიტანული პარტნიორობა, რომელსაც როგორც პრემიერ-მინისტრმა სტარმერმა თქვა, სავარაუდოდ შეემატება ერთი ან ორი ქვეყანა და დიდი ალბათობით ეს იქნება მათ შორის გერმანია და ძალიან მიხარია რომ იქ მოვიდა ადამიანი, რომელსაც ძალიან კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ ევროპის ერთიანი პოზიციის დაფიქსირება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დღეს მივიღეთ ყველა ინდიკაცია იმისთვის, რომ მომავალ ჯერზე, როდესაც ზელენსკი იჯდება თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირისპირ, ის აღარ იჯდება იქ მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის სახელით. ის იქ იჯდება უკვე ევროპის სახელით, ის უკვე იქ იჯდება ევროპის სახელით, როგორც ადამიანი, რომელიც მოლაპარაკებებში იქნება ევროპის უსაფრთხოებას. თქვენ ფიქრობთ რომ აი ხა თქვით რომ როდესაც იჯდება ზელენსკი თეთრ სახლში ტრამპის გზავნილი ფაქტობრივად იყო რომ მას მიუთითეს კარისკენ სუბუქად მისი მედიების რომელიც მას მის სერვისში არიან წერდნენ რომ ზელენსკი გააგდეს თეთრი სახლიდან ხომ აი ამ ყველაფრის შემდეგ დაბრუნდეს როცა მზად იქნება მშვიდობისთვის მან თქვა ხომ პერსპექტივა აქვს ზელენსკის აი იმ კონტექსტში როდესაც თითქოს ჩანს რომ ადმინისტრაციაც რაღაცნაირად მიუთითებს ზელენსკის რომ მისი შეცვლის დროა ხან დიქტატორს უწოდებს ხან არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობს ტრამპი ხომ აი მოკლე ხანში რაც მოვიდა პრეზიდენტად აი ამ პროცესში ფიქრობთ თუ არა რომ რეალისტურია კიდევ რომ ზელენსკი მოხვდეს თეთრ სახლში რაიმე ტიპის ფორმატით აბსოლუტურად რეალისტურია დღეს ხოთ შორის BBC-ზე ვუსმენდი ალექსანდრ სტაბის ინტერვიუს ფინეთის პრეზიდენტის რომელსაც ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა მათ შორის მაგრამ ამ კონკრეტულ ინტერვიუში მან აღნიშნა და ალბათ ამას დაეთანხმება ყველა მსოფლიო ლიდერი
და ნებისმიერი ადამიანი, ვინც კი ყოფილა მნიშვნელოვან საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომ ასეთი მძიმე საუბრები არც თუ ისე იშვიათია დახურულ კარს მიღმა. უბრალოდ განსხვავებული აქ მოხდა ის, რომ ეს ყველაფერი მოხდა მედიის წინ. რაც შემთხვევითი არის. რაც რა თქმა უნდა შემთხვევითი არ იყო, ამაში გეთანხმებით, თუმცა მარც ასეთი არაფერი გვინახავს მან. ხო, ამიტომ ეს მოლაპარაკებების ანატომიაში ზოგადად არ არის თავისთავად უპრეცედენტო რამ, რომ რადიკალურად განსხვავებული და თუნდაც შეიძლება ერთგვარად დაპირისპირებული პოზიციები შემდგომ რადიკალურად შეიცვალოს. იმიტომ რომ მომლაპარაკებელი ყოველთვის უყურებს და განსაკუთრებით ახლა პრეზიდენტი დონალდ ტრამპის შემთხვევაში, რომელიც სულ რამდენიმე კვირა რაც ინაუგურაცია გამოიარა და მისთვის ეს პირველი 100 დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი და გვესმოდეს რომ არა მხოლოდ საერთაშორისო მოლაპარაკებას აწარმოებდა, არამედ მნიშვნელოვანწილად ელაპარაკებდა საკუთარ ამომრჩეველს. და ეს ხშირი მინიშნება დემოკრატების ადმინისტრაციაზე, მათ შორის პრეზიდენტ ბაიდენზე, ასე შემდეგ ამაზეც მეტყველებდა, რომ ის სინამდვილეში აუდიტორიას, რომელსაც ის ესაუბრებოდა ამ პრესკონფერენციაზე, მეტწილად მე ვფიქრობ, იყო მათ შორის ამერიკელი ამომრჩეველი. ამიტომ ეს ძალიან ხშირად უსვამენ ამას ხას ბოდიშვილი. ამ ძალის პროექციას, რომელიც მესმის, რომ არ იყო ჩვენთვის მარტივი აღსაქმელი, ამ ძალის პროექციას ჩვენ აქეთა მხრიდანაც უნდა შევხედოთ, რომ ამ შემთხვევაში ამერიკელი პრეზიდენტი ესაუბრება ამერიკელ